თქვენს ჩანდით ადრესატი მეუფე იაკობის ქადაგების. თქვენ თავი მიიჩნიეთ თუ არა ასევე მისი ქადაგების ადრესატად, ის პირდაპირაც გახსენებთ თქვენ ერთ კონკრეტულ ფრაგმენტში. მოგესალმებით, დიანა, მივესალმებით ტელემაყურებელს. ვიტყოდი რომ ეს აქციელი და არანაირად ქადაგება ბოდბის წმინდა ნინოს კათედრიდან არის მორიგი უპასუხისგებლობა ბოდბელი ეპისკოპოსის მხრიდან და მორიგი სამარცხვინოს აქციელი და უკვე შეიძლება შეფასდეს რომ არა მარტო მას პასუხისგებლობა რა თქმა უნდა წმინდა სინოდს და სინოდის თავმჯდომარეს ეკისრება როდესაც ამ მსგავსი სკანდალიდან წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ დღემდე პასუხგაუცემელია შეკითხვები დღემდე სკანდალური განცხადებები საჯაროდ კეთდება და უპასუხისგებლოდ და არ მოხერხდა საპატრიარქოში სინოდის წევრების მხრიდან ან ამოქმედება საეკლესიო სასამართლოსი და კანონიკური სამართლის ნორმებით გარკვევა სიმართლისა და საზოგადოებისთვის იმის თქმა თუ რასთან მქონდა საქმე. რა თქმა უნდა აუცილებლად დედაღვთისმშობლის წილხვედ საქართველოს და მის ეკლესიას რომელიც არის სული ჩვენი ერისა შეეწევა დედაღვთისა რომ გამოვიდეთ ამ სირცხვილიდან ამ უხერხულობიდან და წმინდა სინოდმა შეძლოს გარკვეული ჯანსაღი ცვლილებების შემდეგ ეფექტური მუშაობა, რამე თუ ეს ყველაფერი არის არაეფექტურობის შედეგი. როცა სინოდის თავმჯდომარეზე საუბრობთ, პატრიარქსაც ეკუთვნის თქვენი შენიშვნა უკაცრავად, რა შეიძლება გაარკვიოს მან? დიახ, როცა არაეფექტური